უმცირესი საერთო ჯერადი, უდიდესი საერთო გამყოფი. სანამ ამ ორი ცნების განმარტებაზე გადავიდოდე, გავიხსენოთ ერთი რამ, რომ ნატურალურ რიცხვთა სიმრავლე იყოფა სამ ნაწილად, წერის მარტივი რიცხვები, შედგენილი რიცხვები და ერთიანი. ყოველი შედგენილი რიცხვი შეგვიძლია წარმოვადგინოთ ორი ერთისგან განსხვავებული ნატურალური რიცხვის ნამრავლის სახით. მაგალითად ავიღოთ ნატურალური შედგენილი რიცხვი 24. 24 მე შემიძლია ჩავწერო როგორც 6-იანის და 4-იანის ნამრავლის სახით. 6-იანი თავის მხრივ როგორც 2-იანის და 3-იანის ნამრავლი და 4-იანი კვლავ 2-იანის და 2-იანის ნამრავლის სახით. ან მივიღეთ თანამამრავლები, რომლებიც უკვე მე აღარ შემიძლია წარმოვადგინო ორი ერთისგან განსხვავებული ნატურალური რიცხვის ნამრავლის სახით. ანუ ასეთ რიცხვებს მარტივი რიცხვები ექვია. ამ პროცესს ეწოდება 24-ის მარტივ მომრავლებად დაშლა. მარტივ მომრავლებად დაშლა მე შემიძლია ორი განსხვავებული სახით ჩავწერო. მაგალითად, ავიღოთ ნატურალური რიცხვი 54 და დავშალოთ ის მარტივ მომრავლებად. პირველი სურათი წარმოადგენს ხისებრ დიაგრამას. 54 არის 6-იანის და 9-იანის ნამრავლი. თავის მხრივ 6-იანი არის 2-იანის და 3-იანის ნამრავლი, 9-იანი კი 3-ის და 3-ის. ანუ შედეგად მე შემიძლია ჩავწერო, რომ მივიღე 54-ის მარტივ მომრავლებად დაშლა და ის არის 2-იანის, 3-იანის, 3-იანის და 3-იანის ნამრავლი. რაც შეეხება მარტივ მომრავლებად დაშლის მეორე ფორმას, უბრალოდ ჩაწერის ფორმას, ეს არის სვეტების სახით. ანუ პირველ სვეტში ვწერთ 54-ს და შემდეგ ვეძებთ ისეთ უმცირეს მარტივ რიცხვს, რომელზეც იყოფა 54. როგორც ვიცით, მარტივი რიცხვებია 2, 3, 5, 7 და ასე შემდეგ. ვიწყებთ 2-იანით. 2-იანს ვწერთ უკვე მარჯვენა მხარეს და განაყოფს ვწერთ 54-ის ქვემოთ, ანუ 27. შემდეგ ვიქცევით იგივენაირად, ანუ ვეძებთ უკვე უმცირეს მარტივ რიცხვს, რომელზეც იყოფა 27. 2-იანზე 27 არ იყოფა, ამიტომ ვირჩევთ 3-იანს. ვწერთ 3-იანს მარჯვენა მხარეს 27-ის გვერდით და განაყოფს 27-ის ქვემით 29. 9-იანი იყოფა კვლავ 3-იანზე, ამიტომ ვტოვებთ 3-იანს. განაყოფი იწერება 9-ის ქვემოთ 3. 3 კვლავ იყოფა 3-ზე და განაყოფს წერთ 3-იანის ქვემოთ 1-იანი. ანუ, როდესაც მარცხენა სვეტში ვიღებთ 1-იანს, ამით მარტივ მომრავლებად დაშლის პროცესი მთავრდება და მივიღეთ ზუსტად იგივე მარტივი მომრავლები, რაც ხისებრ დიაგრამის დროს. 2-იანი და 3-3-იანი გვაქვს. მარტივ მომრავლებად დაშლა საკმაოდ მოსახერხებელია სხვადასხვა ტიპის ამოცანების ამოხსნის დროს და ასევე თუ გვინდა დავთვალოთ რიცხვის ყველა განსხვავებული გამყოფების რაოდენობა. ამასაც გავაკეთებთ ჩვენ ორნაირად. მოდი განვიხილოთ ასეთი ცხრილი და გვინდა ვიპოვოთ 54-ის ყველა განსხვავებული გამყოფი, ანუ ესეთი რიცხვი, რომელზეც იყოფა 54. ამისთვის ვიყენებთ კვლავ ესეთ ორ სვეტს. პირველ სვეტში ვწერთ პატარა რიცხვებს და მეორე სვეტში უფრო დიდ რიცხვებს. ანუ პირველ სვეტში ჩაწერილი რიცხვები უნდა იყოს ნაკლები, ვიდრე მეორე სვეტში. და ეს რიცხვები უნდა ავიღოთ ისე, რომ ჰორიზონტალურად აი ეს ტრიქონზე ჩაწერილი რიცხვების ნამრავლი უნდა იყოს 54-ის ტოლი. ვიწყებთ 1-იანით. 1 და 54-ის ნამრავლი არის 54. 2 და 27-ის ნამრავლის
ანალოგიურად 3-ის და 18-ის და 6-ის და 9-ის. ამით დასრულდა ამ სვეტების შევსება. ახლა დავთვალოთ ორივე სვეტში ერთად რამდენი რიცხვია 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. ნუ 8 რიცხვი მივიღეთ. ესე იგი 54-ის ყველა განსხვავებული გამყოფების რაოდენობა არის 8. ახლა როგორ გავაკეთებთ ამას მარტივ მომრავლებად დაშლის გამოყენებით. 54 ჩვენ უკვე დავშალეთ მარტივ მომრავლებად და მივიღეთ რომ 54 არის 2-იანის და 3-3-იანის ნამრავლი. თუ დავაკვირდებით ჩვენ ამ ცხრილში ჩაწერილ რიცხვებს 2-იანი ჩვენ შეიძლება შეგხვდეს როგორც 0 ხარისხში ერთხელ, ანუ 0 ხარისხში, ანუ 1-იანი, აი ეს 1 არის 2 0 ხარისხში და შეიძლება შეგხვდეს 2 1 ხარისხში, ანუ თვითონ 2. სხვანაირად 2-ის ხარისხები არსად აღარ გვხვდება ჩვენ 54-ის გამყოფებში. რაც შეეხება 3-იანს, 3-იანი შეიძლება შეგხვდეს ასევე 0 ხარისხში, ანუ როგორც 1-იანი, 1 ხარისხში, როგორც 3-იანი, შეიძლება შეგხვდეს კვადრატში, როგორც 9-იანი, შეიძლება შეგხვდეს კუბში, კუბში ეს არის 27 და დარჩა ეს 18 და 6-იანი. ეს არის უკვე 2-იანების და 3-იანების კომბინაცია, მაგრამ სულ არის შესაძლებლობა რომ იყოს ან 0 ხარისხში, ან 1 ხარისხში 2-იანი, ანუ სულ 2 შესაძლებლობა აქვს 2-იანს და 3-იანს აქვს სულ 2, 3, 4 შესაძლებლობა. ანუ სულ მთლიანად გვაქვს 2x4, ანუ 8 შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ამ გზითაც შეგვიძლია დავთვალოთ 54-ის განსხვავებული გამყოფების რაოდენობა და მივიღეთ ერთმანეთის ტოლი რიცხვები.